გორში ამ წუთებში სპეცრაზმია მობილიზებული, ცოტა ხნის წინ დააკავეს პირი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანს ესროლა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სროლის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა მიმალვა სცადა და ერთ-ერთ კორპუსს შეაფარა თავი. სპეცრაზმის გამოძახების მიზეზიც ეს გახდა. ნავთობი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ევროპას მიეწოდებოდა, რუსეთმა განზრახ დააბინძურა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ნავთობი ქლორის საშიშად მაღალ დონეს შეიცავდა და ის ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში მოხდა. დივერსიის პოტენციურ შემთხვევას რუმინეთის ხელისუფლება იწიებს. მედია კი წერს, რომ ეს შესაძლოა რუსული ჰიბრიდული ომის ახალი ტაქტიკა იყოს. თეთრ სახლში ისტორიული შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე სომხეთის პრემიერი ტრამპი სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. სტივ უიტკოფთან შეხვედრა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც გამართა. ალიევი და ფაშინიანი ტრამპის შუამავლობით დღეს სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებენ. მე ტრამპისტი ვარ, არასდროს ყოფილვარ ბაიდენის მომხრე და ამას მაშინაც ვამბობდი, როცა ის ხელისუფლებაში იყო, ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი თაიმთან ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი ვადით გეჭისყრას აღარ გეგმავს.